რვათა ერთობას მინუს ლელო ხაზარაძე ჯაფარიძის დაფუძნებული პარტია ოპოზიციური ალიანსის მორიგ მცდელობას ემიჯნება. მიზეზი ბევრია, საკითხები კონკრეტული. გარდა იმისა, რომ მათ მიერ დადგენილ ეგრეთ წოდებულ ქცევის კოდექსს არ ეთანხმებიან, ლელოსთვის მიუღებელია გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის აკრძალვა, რასაც ერთობის დოკუმენტის ერთგულები ითხოვენ. რუსთავის ციხიდან კი მორიგი გზავნილია. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს პატიმარი თავმჯდომარე ოპოზიციას პოლიტიკური ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს და ერთმანეთის ლანძღვისგან თავშეკავებას ურჩევს. ჯერ უცნობია ხაბეიშვილის რჩევა გაითვალისწინეს თუ ასეთი სტრატეგია აქვთ. ოპოზიციაში ლელოსა და გახარიას პარტიის მიმართ ისეთი კრიტიკა აღარ ისმის, როგორც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა ამ პარტიებმა ბოიკოტში მყოფთაგან განსხვავებით საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტეს. შავთვალეთ თავისა ვალდებულად საზოგადოების წინაშე რომ გვეთქვა ის რაც რეალობა უკანასკნელ თვეების მანძილზე რომ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკურ პოზიციონირებას აპირებს დამოუკიდებლად. ამ განცხადებით ხაზარაძე ჯაფარიძის დაფუძნებული პარტია ეგრეთ წოდებული ერთობის დოკუმენტს, რომელზეც სხვა ოპოზიციური პარტიები აქტიურად მსჯელობენ, ფაქტობრივად გაემიჯნა. კრიზისი პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპოზიციის ერთობის მიმართ საზოგადოების უნდობლობა, წარსულში არაერთხელ ჩაშლილი მოლაპარაკებები. ეს იყო მიზეზების ნაწილი, რის გამოც თაზო დათუნაშვილის თქმით, ლელო ძლიერის საქართველოს ერთობის დოკუმენტზე მუშაობას გამოეთიშა. კიდევ ერთი მიზეზი გახარიას პარტიასთან დიალოგია, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ერთობის იდეის მომხრე პარტიებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ თავი შევიზღუდოთ აი ამ ფაზაში პოლიტიკურ წინააღმდეგობის რაიმე დოკუმენტებით, რომლის ხელმოწერებაც შეიძლება რაღაცა პოზიციონირებაში შევიზღუდოს, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ყველას უნდა ველაპარაკოთ იქნება ეს გახარიას გუნდი, თუ ის 7-8 პარტია. სად არის ოცნების დამარცხების გეგმა, რომელზეც ერთ წელზე მეტია ეს 8 ოპოზიციური პარტია საუბრობს. კითხულობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში, რომელიც ლელოსთან თანამშრომლობის კარს ისევ ღიასტოვებს. ახლა ორივე პარტია თანხმდება, რომ პოლიტიკაში ემოციებით მოქმედება შედეგს ვერ მოიტანს და მთავარი პრაგმატული და სტრატეგიული მოქმედებაა. თუ ლელომ გადაწყვიტა ის, რომ მარტო იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა მათი გადაწყვეტილება არის და გარკვეულწილად შეიძლება მე მივესალმებოდე, იქიდან გამომდინარე, რომ აი ვისთან უნდა გაერთიანდეს, ვისთან უნდა მოახდინოს თავის პოზიციების შეჯერება ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მავნებლობს ქართულ პოლიტიკაში. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს არის რუსთავის ციხიდან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის გზავნილი. ლევან ხაბეიშვილი კოლეგებს მოუწოდებს 8 ოპოზიციურ პარტიასთან გამიჯვნის მიუხედავად, ლელო ძლიერის საქართველოს და პარტია გახარიას საქართველოსთვის არ გააკრიტიკონ. საბოლოო ჯამში, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპოზიცია პარტიების კრიტიკას თავს არიდებს, ან კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენდა, რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, მინდა მოვუწოდო არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს ან რაღაც ისი არ იყოს, არ შეიძლება ამაზე უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ. სიტყვა ერთიანობა სადაც იქნება, იქ უნდა ვიყოთ. კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ის ხალხი, ვინც არ გვიერთდება, იმათ დასჯაში ნუ შევდივართ. დავანებოთ იმ ხალხს თავი, ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ეგრე უყურებს და ეგრე წამს. გავიგეთ, რომ ლელო არ შემოდის, აკეთებს იმ თავის საქმეს, გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და აი ლელო როგორი ცუდია. მეცაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი. ეს უნდა იყოს. არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება. ჩემი როგორც ერთი გულშემატკივრის პოზიცია ისე მინდა გაიგოს საზოგადოებამ. ყველა მინუს ივანიშვილი, ვისაც არ უნდა, გააკეთოს მარტო. ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში. ლელოს გადასაწყვეტია პატივისცემით მათთან და მათ არჩევანთან. მე ლელოს მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ლელომ ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ გვაქვს კოორდინაცია სხვა მიმართულებით და ისინიც თანხმდებიან ამ მიზანსა და მოთხოვნებში. ოპოზიციის მორიგ წარუმატებლობაზე საუბრობენ ხელისუფლების წევრები. ისინი გარე დაკვეთებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. სწორედ ამიტომ მმართველ გუნდში ოპოზიციაში შეუთანხმებელი პოზიციები არ უკვირთ. ლელო ფიქრობს, რომ რატო დახარჯოს სახსრები სხვის გასაძლიერებლად. და ამიტომ ის რაღაცნაირად ფიქრობს, რომ მისი ავტონომიურობას თუ შეინარჩუნებს, ამით უფრო ეფექტური იქნება. აი ამ ბოლო არჩევნებზე ის თავის შედეგებს კარგავს და კარგავს. რაც ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებზე, ის შედეგები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გაუნახევრდა. ლელოდან რაც დარჩა მთელი რიგი პოლიტიკური სერიოზული შეცდომების ფონზე
რა იმედი აქვთ რომ საერთოდ საზოგადოებისგან რაიმე მხარდაჭერას მიიღებენ, რა იმედი აქვთ რომ საერთოდ რაიმე პერსპექტივა ექნება მათ პოლიტიკურ გაერთიანებას, არ ვიცი. კი ბატონო, დარჩნენ მუდმივ ოპტიმისტებად, თუმცა ფაქტია, მათ საზოგადოებას პირდაპირ სახეში სილა გააცნეს. რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია თანამშრომლობას, ამას დრო აჩვენებს, თუმცა ფაქტია, თვეების წინ დაწყებული მოლაპარაკებების მიუხედავად ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა. ზოგადი მიზეზები ცნობილია, თუმცა რა წერია დოკუმენტში, რის გამოც კონსულტაციები მიმდინარეობს და როდის იხილავს ის პოლიტიკურ სინათლეს. კითხვები ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.